ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე და ფსიქოაქტიურ ნივთიერებაში შედის როგორც ნარკოტიკისი, ალკოჰოლი და მათ შორის კანაბისი, ეგრეთ წოდებული მარიხუანა, თუმცა არ ჩამოუვარდება არაფრით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, ასევე გეიმინგიც არაფრით არ ჩამოუვარდება. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ანკერი ფორმაა დამოკიდებულების შოპაჰოლიკები როცა არიან და შოპინგზე არიან დამოკიდებული და მაგალითად არსებობენ ადამიანები, როდესაც იწყებენ ნერვიულობას, ვერ მშვიდდებიან, თუ არ წავლენ და რაიმე ნივთს ახალს არ შეიძენენ, არა იმიტომ, რომ ეს მათთვის საჭირო ნივთი, არამედ იმიტომ, რომ მიიღონ დაკმაყოფილება, დაიმშვიდონ, გამშვიდების წყაროდ შეიძლება ეს ქცევა განხორციელდეს. რომ დავუბრუნდეთ ახლა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებას. ნომერ პირველი მაინც ეს არის? დიახ. დიახ, ძალიან ესეთი რთული მდგომარეობა გვაქვს საქართველოში, მოზარდებთანაც ძალიან ხშირია ხოლმე ეს სავალალო შედეგები. განსაკუთრებით ხელს უწყობს შავი ბაზარი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ოფიციალურად არ არსებობს ამისი წარმოების გარხნები და შესაბამისად ოფიციალურად არსად არ იყიდება. ამიტომ რისკ ფაქტორებიც ძალიან მაღალია, ხელმისაწვდომობაც გაიზარდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ბოლო პერიოდში უფრო გაიზარდა ხელმისაწვდომობა და მოხმარება. ზუსტად გაიზარდა ხელმისაწვდომობა, იმიტომ რომ ყველაფერი გადავიდა ონლაინ გაყიდვებზე და მათ შორის ნარკოტიკის ხელმისაწვდომობაც გაიზარდა, იმიტომ რომ თუ აქამდე კონკრეტულ ფიზიკურ პირთან უნდა მისულიყო ადამიანი, იმიტომ რომ ნივთიერება შეეძინა და შესაბამისად შეიძლებოდა ხელი არ მიუწვდებოდა არასრულწლოვანს, დღეს მაგალითად მარტივად შევა რომელიმე სოციალურ ქსელში, არ დავასახელებ რა თქმა უნდა, შეიძენს, გადარიცხავს ფულს და მას შეუძლია რომ კონკრეტულ მითითებულ ადგილას შენახული ნივთიერება აიღოს და მოიხმაროს. ამიტომ შესაბამისად გაიზარდა სიკვდილიანობაც და ზედოზირების ფაქტებიც, რაც სავალალოა ჩვენი ქვეყნისთვის.